რაც შეეხება იმას, რომ ქოცებმა გადმოიბარეს ის დამპალი ნაცები, ვინც იმ რეჟიმის მსახურები იყვნენ და იმ რეჟიმის იდეოლოგიის მატარებლები არიან დღემდე. ვეთანხმები ამ ადამიანებს და მე ზუსტად ვიცი, რომ ეს რასაც იწერება ეს ხალხი და რასაც მეუბნებიან 100%-ით ეგრეა. ზუსტად ვიცი, რომ გადმოიბარეს აი ეს ნაგავი ქოცებმა და დღესაც ბევრია ასეთი დამპალი ნაყოფი ქოცების რიგებში და კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ აი ეს დამპალი ნაყოფი ალპობს ყველას და ყველაფერს, რაც მათ გარშემო ტრიალებს. მე ნაცების დროს რაც დამმართეს, აი იმ დროს ვინც ესე იგი ჩემს მიმართ მტრულად განეწყოდა, ვინც მეძებდა და დამდევდა და იმუქრებოდა და ესე ვიზავდა, ისე უზავდა ამას და იმას, აი ეს ხალხი ყველა ქოცები რომ მოვიდნენ, გადმობარგდნენ ქოცების ხელისუფლებაში და თავიდან რაღაც ცოტა ისე იყვნენ რა, ჩაჯმულები, აი უხეშად რო ვთქვა. მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ქვეწარმავლები არიან და კარგად იციან როგორ უნდა ვაზელინობა. და აი ამ ვაზელინობით და აი ამ თავისი გამოცდილებით, აი ამ ბინძური საქმეების კეთების კუთხით არ ვიცი, რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა, რომ ქოცების თვალში ავტორიტეტები აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს და არ ვიცი, ზოგს მადლობის სიგელებიც გადასცეს და ზოგი გმირიც გახადეს. სწორედ აი ამით გათამამებულებმა და აი ამ მდგომარეობით, ესე იგი, როგორ თქვა, ამ მდგომარეობით გათამამებულებმა გაბედეს ის, რომ მომადგნენ და აი რაც ნაცების დროს დამაკლეს და ვერ შემისრულეს, ქოცების დროს შემისრულეს ის და ქოცების დროს გამიჩალიჩეს ის, რაც ვერ შეძლეს ნაცების დროს. რომ ეგონა, რომ ესე იგი გადავჩი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, სწორედ მაშინ ისევ იმ ხალხმა, ვინც ნაცების დროს დანაშაული ჩაიდინა პირდაპირ ჩემს მიმართ და ვინც ზოგადად ხალხის მიმართ და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩადიოდა და სიხარულით რო ასრულებდნენ ვანო დედამოწყნულის ბინძურ დავალებებს, რო უხარზე იმი რო ქონდათ სულის და რაღაც აი მაგით გრძნობდნენ თავს კაცებად, იმიტომ რომ კაცის კომპლექსი აქვთ, ვიცნობ მე მაგათ ვინც არიან და აი მაგით გრძნობდნენ თავს კაცებად, რომ ვიღაცას რაღაცას ჩაუდებდნენ და კაციშვილი პასუხს ვერ მოთხოვდა და აი ეგ ეგონათ, რომ ღმერთები იყვნენ. ხო და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, აი ამ დამპალმა ადამიანებმა ქოცების დროს მოკლედ მიიყვანეს ნაცების დროს დაწყებული საქმე ბოლომდე და ის რასაც ესე იგი პირდებოდნენ და მემუქრებოდნენ აღასრულეს ისევ იმ დამპალი ხერხებით და გზებით. ეხლა თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ან ძალიან მიამიტი ვარ, ან სულელი ვარ და ესე იგი რაღაცა აი ეს რაღაც გიჟი ვარ და შეყვარებული ვარ ამ ქოცებზე და ან ვერ ხვდები რა ხდება და ვერ ხვდები ვინები არიან და რეებს აკეთებენ, ძალიან შემცდა რა ესეთი ადამიანი. ყველაფერს ძალიან კარგად ხვდები, ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავ. მე ეს სისტემა ვიცი შიგნიდან, ნაცების დროსაც და ქოცების დროსაც. ქოცების დიდი დანაშაულია ის, რომ აი ამ ადამიანებმა გაბედეს ის, რაც გაბედეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს მიმართ რაც განხორციელდა, ზუსტად ვიცი, რომ არც იმის გომელაურის დავალება არ ყოფილა ეგ და არც ბედოიძის დავალება არ ყოფილა. ზუსტად ვიცი და ზუსტად ვიცი, რომ ცოდნოდათ და რომ გაეგოთ აი ეს ამბავი, არ დაუშვებდნენ მაგას და
დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ იმ ადამიანებს საკადრის პასუხს გასცემდნენ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, არ არის ეს ოცნების ხელისუფლება 100%-ით ბოროტი ბუნების მატარებელი ხელისუფლება. მაგრამ ვინც არ იცის ეხა ესე შიგნიდან, იმისთვის რა თქმა უნდა ერთ ქვაბში იხარშება და ერთია, ნაციც და ქოციც. იმიტომ რომ აი ეს აქციელები აქვთ ეგეთი ქოცების დროსაც და მაშინაც რასაც აკეთებდნენ. მე რომ ნაწყენი ვარ და გაბრაზებული ვარ და გულმოსული ოცნებაზე, ეგრე შეიძლება რამოდენიმე კაცი იყოს, მაგრამ რა ვქნა, ეხა ამას გადავაყოლო ეს ქვეყანა და უფრო დიდი ბოროტება მოვიდეს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მე ნაწყენი ვარ და გავქცეულიყავი და შის ოპოზიცია შემომეხაზა, მაგი არ ვქენი და არც არასდროს არ ვიზავ და ჩემ პირად წყენას და რაღაცებს ამ ქვეყანას არ გადავაყოლებ არასოდეს. უბრალოდ აი ქართული ოცნების ხელისუფლებას მივმართავდი და აი ესეთ რაღაცას ვეტყოდი, რომ ძალიან არასწორი ხელისუფლება ხართ თქვენ ხალხთან. იმ ხალხთან, რომლებმაც ხელისუფლებაში მოგიყვანათ და რომელსაც პირდებოდით, რომ აღადგენდით სამართლიანობას. მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ყველასთან რაღაც ტიპის გარიგებებში შეხვედით, გარდა აი იმ ხალხისა, ვინც თქვენ ნდობა გამოგიცხადათ. ესე იგი, ყველასთან რაღაც ტიპის ფარულ გარიგებაში შეხვედით და აი ეს ხალხი გადააგდეთ. რაღაც გაუგებარი კოჰაბიტაცია შემოგტენეთ და მოკლედ აღარ დავკონკრეტდები ახლა ის დამპალი ნაყოფიც იმის მაგივრად რომ სამართლიანობა აღედგინათ, გადმოიბარეთ და არ ვიცი რა გეგონათ ახლა რომ ძაღლის კუდი გასწორდებოდა თუ რამე ეშველებოდათ, მართლა ეგრე გეგონათ თუ უბრალოდ ეს ხალხი გჭირდებოდათ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია ის რომ ვისთან გარიგებაშიც ჩვენ ხალხი გავცვალეთ, დღეს ის პოლიტიკოსები, ევროპელები და ამერიკელები, ვინც ეს კოჰაბიტაცია შემოგტენათ თავის დროზე, დღეს ყველა მოგიტრიალდათ და მაინც დიქტატორებს გეძახით, მაინც სანქციებს გადებენ და გლანძღავენ და არ გაღიარებთ არავინ. და ისე მოხდა, რომ ბოლოს მაინც ისევ აი ჩვენ იმ ხალხის გადასარჩენი გახდით, ვინც დაგვიკიდეთ და გადაგვაგდეთ და აი ეს ბოლო შანსი მაინც გამოიყენეთ და მიიყვანეთ ის საქმე ბოლომდე, რასაც პირდებოდით ხალხს და აღადგინეთ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი დაგამთავრებთ ჯერ თქვენ ქართულ ოცნებას და მერე კაციშვილი ვეღარ გადაარჩენს ნაციონალურ მოძრაობას და აი მათთან ასოცირებულ პოლიტიკურ პარტიებს და ტიპებს. ხალხი დაგამთავრებთ ჯერ თქვენ და შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას. აი ამის თქვა მინდოდა და თუ ვინმეს გონია რომ მე ქოცებზე მზედამთვარი ამომდის და აქ იმიტომ რაღაცებს ლაპარაკობ რომ ქოცები გადავარჩინო, ძალიან შემცდა რა. ჩემი გადასარჩენი რა ჭირთ ქოცებს ან ვინმეს, მაგრამ უბრალოდ რომ ზუსტად ვიცი რომ აი მეორე მხარეს, რასაც ოპოზიცია ქვია, 100 ჯერ დიდი ბოროტებაა და 100 ჯერ მეტი საფრთხის მატარებელი არის ეგ ხალხი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, აი ეს რომ ვიცი, იმიტომ ავდექი და წავედი და ისევ შემოვხაზე ქართული ოცნება. რაც შეეხება თუ ვინმე დაინტერესდება ქართული ოცნებიდან იმ თემასთან დაკავშირებით, რასაც ვიძახდი რომ აქ წამომეწიენ და ამათ დროს შემისრულეს თქო. მზად ვარ რომ ვითანამშრომლო, გავესაუბრო და ფაქტები არის ყველაფრის და საკმარისად. ყველაფრის ფაქტები, რასაც ვიძახი და რასაც ვლაპარაკობ, აი მაგის ფაქტები თავიდან ბოლომდე. აი ამის თქვა მინდოდა და მოკლედ ამეხსნა ჩემი დამოკიდებულება ოცნების ხელისუფლების მიმართ.